დღეს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება თბილისის მერიის ორგანიზებით ეს დღე სტუდენტებმა ჩეხეთის საელჩოსთან აღნიშნეს. იქ შეკრებილმა ახალგაზრდებმა ოკუპაცია და ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმეს 1939 და 46 წლებში პრაღაში მშვიდობიან დემონსტრანტ სტუდენტებს სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცისტებმა ერთი სტუდენტი იან ოპლეტალი დემონსტრაციის დროს დააკავეს და დახვრიტეს. მის დაკრძალვაზე კი 1200 სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში ჩაკეტეს. ღონისძიებას ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოსებ ვრაბეტი დაესწრო. ეს მომავლის დღეა. მე მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. სტუდენტობა ჩვენი მომავალია. ამ მომავალს თქვენ ქმნით და მსოფლიოც თქვენ უნდა მართოთ. იყო სტუდენტი არ არის ადვილი. ეს ძალიან რთულია. გისურვებთ წარმატებებს და მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩეხ სტუდენტებს გამოუცხადეთ. მიუხედავად იმისა, რომ წელს არის უკვე სხვა საუკუნე, დღეს ისევ ჩვენ ქართულ ხალხს, ქართულ სტუდენტობას, ისევ სახეზე გვაქვს აგრესია, ისევ სახეზე გვაქვს ოკუპაცია და დღევანდელი დღე სწორედ ამისთვის არის დათმობილი, რომ ყველა სტუდენტი იყოს ერთიანი და პატივისცემდეს მშვიდობას. ჩვენ აღვნიშნებთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ჩეხოსლოვაკელმა ახალგაზრდებმა, დღეს რომელმაც გააერთიანა მთელი მსოფლიო ევროპული დასავლური ღირებულებების დასაცავად და ქართველი ახალგაზრდები მთელს მსოფლიოს უღეცავთ ამ მნიშვნელოვან და ღირებულებებით მატარებელ დღეს. გამოშვების მესამე